მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. ჩვენი გადაცემის ძირითადი არსი გახლავთ ქართულ-ევროპული ურთიერთობები, გარდა იმისა, რომ ჩვენ გაცნობთ ამ ურთიერთობების ხარისხს და ამ ურთიერთობების ფორმატს და ასევე მთლიანობაში გაცნობთ ევროპასა და გიყვებით ევროპის შესახებ, მის კარგ, ცუდ და ყველანაირ ნეიტრალურ მხარეებზე და მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული ქვეყანა, როგორც ცალკე ინდივიდი გაგაცნობთ, ან ასევე მოგიყვეთ თუ როგორია ისინი ერთობლიობაში, როგორც ევროკავშირის ნაწილი. გარდა ამისა, ბუნებრივია, ჩვენ ზოგადად განვიხილავთ აქტუალურ თემებს ქართულ-ევროპული ურთიერთობების და ეს თემა ბოლო წელიწად ნახევარია ძალიან აქტუალურია და ესეთი საჯილდაო ქვაც კია საზოგადოებაში სხვადასხვა შეხედულებებთან დაკავშირებით რაღაც ერთიანი ჭეშმარიტება ამ მიმართულებით პრინციპში არც ჩამოყალიბებულა საკმაოდ რთულია ეს პროცესები ბოლო თითქმის ყოველ კვირას რაღაც ახალი ინფორმაცია ან ახალი გარემოება წარმოიქმნება იყო ერთის მხრივ დიდხანს საუბარი იმაზე რომ სანქციები დაწესდებოდა მთლიანად საქართველოს მოქალაქეებზე მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილში, თუმცა ჩვენ ზაფხულშივე გიყვებოდით იმის შესახებ, რომ ეს ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა გარკვეულ, არა იმიტომ რომ უბრალოდ ასე თვლიდით, არამედ გარკვეულ ინფორმაციაზე უშუალოდ იქედან, ევროკავშირიდან დაყრდნობით და ეს ასეც მოხდა და უკვე აღარავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუწესდეს მსგავსი სანქციები, ახლა საუბარი არის კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებზე, თუმცა აქაც არ არის კონსენსუსი და ეს კონსენსუსის არქონა არ ეხება მხოლოდ პირობითად უნგრეთსა და სლოვაკეთს, ვეროდ მეტი ქვეყანა მიიჩნევს, რომ რაღაც განსხვავებული პოზიციების შერჩევა შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით, ან საერთოდ, ასე ვთქვათ, თითქოს ევროპა ნაწილობრივ ნეიტრალურიც კი უნდა იყოს ამ პროცესებიდან, ძირითადად სამხრეთის, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული სამხრეთის ქვეყნები, განსხვავებით ჩრდილოეთისგან, რომლებიც უფრო აქტიურად გამოირჩევიან გაფართოების, ზოგადად ევროპის გაფართოების ნაწილშიც და ძირითადი მოწინავეები არიან. გაფართოების საკითხი სამხრეთში ყოველთვის ამ ნაწილს შედარებით სკეპტიკურად უყურებდნენ, სამხრეთს გულისხმობ იგივე ბალკანეთის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნები, იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ. ამას თავისი ლოგიკური მიზეზები აქვს და ჩვენ გადაცემის განმავლობაში ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ახლა დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, გუშინ წინ გავრცელდა წერილი პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის, რომელიც ჯერ კიდევ 27 ივნისს 2024 წლის 27 ივნისით თარიღდება, როდესაც გარკვეული პროცესები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში უკვე ასე ვთქვათ, დაძაბულობის ეტაპზე იყო, თუმცა რაღაც ნაწილი ჯერ მომხდარის საერთოდ არ იყო. ამ ყველაფერზე დღეს ჩვენს მეგობარ და ჩვენს სტუმართან, საჯარო მართლობის დოქტორ გიგა ფარტენაძესთან ერთად ვისაუბრებთ. გიგა, თუმცა სანამ ამ წერილის განხილვაზე გადავიდეთ, უშუალოდ რომ მიმოვიხილოთ, აი შენი როგორ ხედავ ამ ეტაპზე, როგორ დგას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ერთმანეთთან? მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირველი რაც მინდა ვთქვა, გიორგი, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-ზე მეტი და მათ შორის ჩვენი კონსტიტუციითაც ფიქრობს და სჯერა ევროპული ინტეგრაციის მეტიც ფიქრობს და სჯერა ევროკავშირის, სჯერა ევროპული იდეის და ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა იყოს სწორედ ამ კუნძულის ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი ჩვენი რეგიონიდან. ეს თალსახად მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, აი ტურბულენცია, ორაზროვანი დამოკიდებულება, განცხადებები, ეს არ ყოფს საზოგადოებას, შეიძლება პოლიტიკური სპექტრი იყოფა ამით, მაგრამ საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი დღეს შეშფოთებას გამოთქვამს სწორედ ამ კურსის უკუსვლის გამო. შესაბამისად, ცალსახაა ის პროცესები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში ზოგადად ჩვენი ქვეყნიდან, როგორც აი სტიმულების სახით მესიჯებით იგზავნება ევროპის დედაქალაქებში. რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას, რა უნდა ვთქვათ, ბოლო დასკვნამ საქართველოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი ყველას მოლოდინი ფაქტობრივად ერთი და იგივე იყო, რადგან ბოლო წელიწად ნახევრის თვის განმავლობაში, მოდი 2 წელი დავარქვათ. დასკვნის ავტორებიც მანამდეც არ მალავდნენ განცხადებებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2023 წლის მარტის მოვლენების შემდეგ, მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აი ამ დღიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ოფიციალური თანამშრომლობა და პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან და ზოგადად ევროკავშირთან ისტორიულ მინიმუმზეა. რაც მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი შემაშფოთებელი გარემოებაა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროპული ინტეგრაციისთვის, ეკონომიკური სიძლიერისთვის და ასე შემდეგ. მართა ეს ზოგადად, მაგრამ თუნდაც იმ დასკვნაზე რომ ვისაუბროთ, ხშირად ჩდება და მათ შორის არა მარტო იმათ, ვინც ევროსკეპტიკური ან არა ევროპას განწყობით გამოირჩევა, არამედ მათ შორის, ვისაც ბუნებრივია ევროკავშირთან
ურთიერთობების გაღრმავება და შემდგომ ფინალურ ეტაპზე წევრობა წარმოუდგენია. ხომ არ არის ის მომენტი, რომ ზოგადად ყველაფერი ამ ცხოვრებაში ცვალებადია და პირობითად საზოგადოების რაღაც ნაწილში ევროკავშირზე როდესაც აუბრობენ, პირობითად წარმოუდგენიათ 2000-იანი წლების ფორმატი და ევროკავშირი და ის ურთიერთობების ფორმა, რაც მაშინ ჰქონდა ევროკავშირს და არა ახლანდელი, როდესაც თვითონ ევროპაში გარკვეული საკითხები ძალიან მძიმე კრიზისამდეა მისული და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ჩვენთვის იდეაში არც სცალია ბევრ ქვეყანას და ეს ხომ არ აჩენს ვიღაცების თვალში სწორედ იმ განცდას, რომ რაღაცა იქაც ვერ არის კარგად, ასე ვთქვათ. ხომ არ ჩდება ესეთი განცდა, ეს ერთი და მეორე, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დაკავშირებითაც დასკვნები კეთდებოდა, მე არ ვსაუბრობ ეხლა მონტენეგროზე, რომელსაც ყველაზე ასე ვთქვათ, კარგი დასკვნა ჰქონდა მონტენეგრო ჩვენ ნაკლებად გვეხება, მაგრამ მოლდოვა, უკრაინის ნაწილი ავიღოთ. ბევრს გაუჩნდა კითხვა ასეთი, რომ უკრაინა ომშია, იქ ბევრი რამ საერთოდ აკრძალულია საომარი მდგომარეობის გამო და რატომ ასე ვთქვათ დადებით ზურებზეა საუბარი და მოლდოვაზე, რომელიც დღემდე DSS-ს წევრია და ეკონომიკური ასე ვთქვათ შესაძლებლობები და ზოგადად საზოგადოებრივი განვითარებით ყველა ტექნიკური მაჩვენებლით დედამიწაზე ყველა დასკვნით საქართველოს ბევრად ჩამორჩება. აი ეს ხომ არ აჩენს კითხვებს, რომ რატომ ხდება ეს ხომ არ არის ორმაგი დამოკიდებულება ან სტანდარტი იმის გამო რა გადაწყვეტილებებიც მოხდა საქართველოს იგივე კანონებთან დაკავშირებით. აი გზად გამომივიდა, მაგრამ თუ სწორად გავიგეთ თქვენი კითხვა, რატომ ჩნდება ევროსკეპტიციზმი? ალბათ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმია, რატომ არის? რატომ არის? საბოლოო ჯამში ევროკავშიროსკეპტიციზმი და არა ევროსკეპტიციზმი. საბოლოო ჯამში ევროკავშირი ერთიანად დაგებული 27 წევრი სახელმწიფო თანხმდება იმაზე, რომ თავისი მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფალნი. მედია უნდა იყოს თავისუფალი, სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით საზოგადოებას არ უნდა ქონდეს რაიმე დაბრკოლებები, ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და დაბრკოლებები. მეორე საკითხია, რა გამოწვევები და პრობლემები აქვს მაგალითად ბელგიას და მე თქვენ გეტყვით, რომ გასულ თვეს ბელგიაში პროტესტები იყო ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ გადასახადების გადამხდელების, ასე ვთქვათ, პროცენტულების რაოდენობის შემცირებაზე იყო საუბარი. ანუ ეს პრობლემები, ყოფითი პრობლემები არსებობს, გიორგი. ჩვენ და ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? უკავშირი ხელისუფლებიდან როგორ არის ამ ქვეყნებში? როგორც კი საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, ინტერესი ჩნდება, რომ რაღაცას აპროტესტებენ, ავტომატურად ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, პასუხობს მას შესაბამისი ქმედებებით. ფერმერების უდიდესი გაფიცვა იყო პოლონეთში, ბრიუსელში, წამყვან დედაქალაქებში ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ უკავშირი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპარლამენტის დონეზე გადაწყდა ფერმერების დაკმაყოფილების საკითხი, ხო? ანუ რაზეა საუბარი? ხალხის ხმა რამდენად ესმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ეს არის ფუნდამენტი და ეს არის მნიშვნელოვანი. მაშინ თუ თქვენს ლოგიკას მივყვებით, გამოდის, რომ საქართველოში ხალხის ხმა, აი აქ, როდესაც საუბარია ხალხის ხმაზე, რას გულისხმობთ? მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ევროპასთან ურთიერთობები დალაგდეს, თუ უკვე აი პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც ოპოზიციური გარკვეული ჯგუფები თლიანობაში ხელისუფლების ცვლილებას და ასე შემდეგ ითხოვენ. აქ მე მგონი დიფერენცია ხდება ამ ნაწილთან. ერთ რამეს ხაზი გავუსვათ და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ევროკავშირთან ურთიერთობა ეს არის სახელმწიფოს ურთიერთობა შესაბამის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებთან. ერთიანი მოქმედების რაღაც ჩარჩოსთან გვაქვს საქმე, რომელიც მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ქვეყანას ამ შემთხვევაში. მეორეა მოქალაქეებისთვის რა დამაბრკოლებარ გარემოებებს ქმნის არსებული ხელისუფლება. მაგალითად, კანონების მიღება ამსუბუქებს თუ აუარესებს მოქალაქის თავისუფლებას. იგივე გადაწყვეტილების მიღება ამსუბუქებს თუ პირიქით შესაძლებლობას უჩენს საქართველოს მოსახლეობას. თუ აი ამ ჩვენ ორ სიკეთეს, ერთ ევროკავშირში წევრობას და მეორე კანონების მიღებას თავად მოქალაქეების წინააღმდეგ ერთმანეთ ასე ვთქვათ გავატოლებთ, ნახავთ, რომ ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას, იმიტომ რომ რეალურად იმის გამო, რომ სახელმწიფოში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იცავს ქართულ ევროპულ ურთიერთობის ასე ვთქვათ პოლიტიკური სიმპათიებისა. მეც და თქვენს მათ შორის, ხო? მოვალეობის ნაწილში კი არა, აი იდენტობის ნაწილში, აღქმადობის ნაწილში ჩვენ იურიდიულად ასე ვთქვათ, კულტურულ სწორედ ამიტომაც გვაქვს ის რეფლექსია, რაც დღეს ლამის უკვე წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება საქართველოში. მოვიგებთ, რადგან შევძლოთ ვისაუბროთ ყველა თემაზე. ამ შემთხვევაში, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ თლიანობაში ასე ვთქვათ, ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას, კანონები გამარტივდეს, იმ მიმართულებით გამარტივდეს როგორც ავთენტური ევროკავშირისთვის და არა ზოგადად გამარტივებაზე არ არის აქ საუბარი, მაგრამ
ძირითადი საჯილდოო ქვა და ეს ხშირად ჩანს, იმიტომ რომ ევროკავშირის მოთხოვნების რა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, პირველ რიგში არ არის პოლიტიკური. არ ეხება პოლიტიკა. კი, მათ შორის არის ამაზეც საუბარი, მაგრამ ამაზე ჩვენ შევძლებთ კიდევ ვთქვათ ორი სიტყვა, მაგრამ პირველი არის გამჭვირვალობის კანონი და ოჯახის სიწმინდის კანონი. ყოველთვის ეს ორი ვერ დავსვამ ტოლობას. დღეს ვერ დავსვამ. გითხრა ნიშნულად არის სიტყვა მინდა, არა მომისმინე, ნახე, ყველა დასკვნაში და მოთხოვნაში ან თხოვნაში საუბარია რომ ამ კანონში ან ცვლილება მოხდეს, ან უკან გაიწვიოთ, ან ასე შემდეგ. გამჭვირვალობის კანონზე გასაგებია, მაგრამ ოჯახის სიწმინდის კანონი საქართველოში გარკვეულ სენსიტიურ ფაქტორებს შეიცავს. მისი რელიგიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამქენან გამომდინარე მე კითხვა მაქვს. მე მესმის ევროკავშირის პოზიცია, რომ ამაზე ცალსახად ყველასთან ერთნაირად ვითხოვთ უმცირესობების უფლებების კონტექსტში, მაგრამ აი თუ მოხდა, აი ამ ჯერად რა საჭიროა მანდამაინც ამ კანონზე ასეთი აპელირება და ასეთი აქცენტირება, თუ ევროკავშირს ინტერესი აქვს მაქსიმალური ინტეგრაციის საქართველოში. არ არის ეს სწორი, ეს არის შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში ფაქტებით манипуლირება. ჩვენ გვაქვს 9 პუნქტიანი გეგმა 2023 წლის შემდეგ. კი ბატონო. თუ რასაც ეხა მე ემატება ევროკომისიის 8 პუნქტიანი მოთხოვნა აგვისტოში. დევს ეს გეგმა. დევს ასევე ის 8 პუნქტი გამომდინარეობს სწორედ იმ საპასუხო ქმედებებისგან, რაც ჩვენმა ოფიციალურმა მხარემ ამ შემთხვევაში მიიღო და აქ საერთოდ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტზე აპელირება არ არსებობს. უფრო მეტსაც ვიტყვი. ევროკავშირის ყველა წევრი თვითონ ევროკომისიის დასკვნებშიც აპელირება ხდება კონკრეტულად LGBTQ თემის უფლებებთან დაკავშირებით. მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი რამოდენიმე მათგანს არ აქვს ეს კანონმდებლობა მიღებული, მაგრამ ისინი თანხმდებიან რაზე? ზუსტად მაგითო გეკითხებთ, რომ თუ ეს კანონი არ აქვს მიღებული. მედია თავისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ. სამოქალაქო ჩვენ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ, არა მარტო მაგაზე. აბსოლუტურად ყველა თემას უნდა შევეხოთ. მე მინდა რომ ჩვენ შევეხოთ დღეს არსებულ მთავარ გამოწვევას ევროკავშირთან და საქართველოსთან. დღეს მთავარი გამოწვევა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საქართველოს გააჩნია იმ პუნქტების შეუსრულებლობა, რაც ევროკომისიის მიერ არის მიღებული. პირველი საიდანაც დაიწყო, ეს არის 2023 წელი მარტის თვე, როდესაც დაიწყო გამჭვირვალობის კანონი და ამან შემდეგ უკან გაიწვიეს. შემდეგ 2024-ში კვლავ მოხდა ამის ინიციირება და ამან ფაქტობრივად სამოქალაქო საზოგადოება გათიშა მთელი პროცესი. არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ მედია თავისუფლებასაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. როგორია 27 ივნისის 2020 აი ეს წერილი, რომელიც გამოქვეყნდა. ეს წერილი თქვენი აზრით ზუსტად ბმაშია გამჭვირვალობის კანონთან ან თუ სხვა ფაქტორებთან ერთადაც იმ დროის ფაქტორი ოღონდ რო გავითვალისწინოთ. ამ წერილში სამწუხაროდ ეს ამ წერილის სრულად გადმოცემა საზოგადოებისთვის არ მომხდარა და ვისაც წაუკითხავს ეს წერილი მიხვდება რაზეა საუბარი. მნიშვნელოვანია გავერკვეთ ერთ რამეში. ევროკავშირი პერმანენტულად რაღაც ერთი აქტის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს გადაწყვეტილებას მაგალითად ტრეინინგებში არ მონაწილეობის ჩართვას, რასაც ევროპოლი ითვალისწინებს, აი 3 პუნქტი რაც იყო ამ წერილში, ამას ერთი კონკრეტული ქმედების გამო არ მიიღებს და რომ გავიგოთ რა ქმედებაზეა საუბარი, უნდა გადმოვიდეთ წარსულში და ვნახოთ 2022 წლიდან 2024 წლის 27 ივნისამდე რა ხდებოდა საქართველოში, რა პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა. სამწუხაროდ აღმოვაჩენთ, რომ 2022 წლიდან საქართველოში ის არასდროს არ ყოფილა მსგავსი ევროსკეპტიკური და ანტიევროპული განცხადებები ჩვენი ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან. მანამდე დაიწყო და შემდეგ დაემატა ბუნებრივია ის პერსონალური პრობლემები, რაც ჰქონდა ზოგადად ოფიციალურ პირებს. ანტიევროპული ან ევროსკეპტიკური განცხადებები, ამის მიზეზი თუ შედამობრა ეს განცხადებები ასეთია, რა შეიძლება რაში ალბათ ყველაზე სწორი იქნება. რაღაც მიზეზი ხომ და ეს შეკითხვა დაუსვათ იმ პოლიტიკურ ამ კითხვებს სვამ მე თქვენი აზრი მაინტერესებს თორე იმათად ბუნებრივია ამას თავად პასუხისმგებელია ხო ამაზე მაგრამ მე ამ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს როდესაც აქ არიან იგივე კითხვას ჩვენ ვიცით რა არის ჩვენგან ქმედითი ღია პასუხები ეს ქმედითი ღია პასუხები ჩვენ ნახეთ რეალობაში, რამაც დღეს გაყინა ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა სამწუხაროდ. ეს არის მე არ მჯერა მორჩები, მაგრამ მე არ მჯერა რაღაც შეთქმულების თეორიების, მე ვერ დავიჯერებ რომ რაღაც კარს მიღმა შეიძლება რაღაც საუბრები მიმდინარეობდეს, იმიტომ რომ ევროკავშირი თავისი არსით გამორჩება გამჭვირვალობით. ანუ ეს არის ღიად საუბრობენ რა ჭირდება, რა ჭირდება. ღიად საუბრობენ რა ჭირდება სახელმწიფოსგან, რომ ეს სახელმწიფო იყოს ამ ოჯახის წევრი. ეს ჩვენ გვიდეს დღეს მაგიდაზე და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. სოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანა და შესაბამისად დემოკრატიის ფუძემდებელი ფაქტიურად
თანამედროვე სამყაროში მიიჩნევს, რომ ევროპაში ბევრი კრიზისია და ბევრი პრობლემა, ამაზე არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება, მათ შორის ზუსტად იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. და მეტიც, მათ შორის ევროკავშირში ბევრი სახელმწიფო საუბრობს გამჭვირვალობის მიღების კანონის მიღების აუცილებლობაზე, იქ სხვადასხვა ფაქტორებით, მაგრამ ერთი და იგივე პრინციპს საუბრობენ. ხშირად ჩნდება განცდა რომ რაც შეიძლება იუპიტერისთვის არ შეიძლება ხარისთვის. რამდენად რელევანტურია ეს მიდგომა, რომ რაღაცა საქართველოსთვის ამიტომ არ შეიძლება, ან ჯერ ადრეა, არ შეიძლება ისე ნათქვამია, ჯერ ადრეა და პირობითად გერმანიისთვის აბსოლუტურად რელევანტურია. პირობითად ვიძახი კონკრეტულად გერმანიაში არაა საუბარი ამას. აი ეს ამაზე როგორ გამეცემა. მე ძალიან კარგად მახსოვს თქვენი ეთერი, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. დიახ, რა თქმა უნდა. და ლამის ეს იყო დაახლოებით ხო, აი ახალი წლის ემოცია მოიტანა ამაზე საუბარი. თან დეკემბერი იყო და ზუსტად. გიორგი, ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში წევრობა და ეს გაცხადებული კურსია. ეს არ არის მხოლოდ ბოლო 30 წლიანი მონაპოვარი. შევთანხმდით ამას. ეს არის დაახლოებით 1000 პირველი ეტაპები, აი რაც ჩვენ პირველი კონსტიტუცია მივიღეთ 1921 წელს დამფუძნებელთა კრების მიერ, სადაც იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მე გეუბნები, ტიპიურად ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ჩაიყარა საფუძველი. იმ დოკუმენტით თუ იმჟელებთ, კიდევ უფრო უკეთესია ვიდრე ევროპელებს მაშინ ჰქონდათ. ევროპელებს საერთოდ არ ჰქონდა, იყო ქვეყნები, რომ არ იყო საერთოდ კონსტიტუცია, არამედ გენდერულ ბალანსს საერთოდ საუბარი არ იყო, ხო? ამაზე არავითარი უფლებები არ იყო მაშინ, კი ბატონო. მაგრამ ჩვენ უკვე ეს იძულებითი წევრობა იყო შემდეგ 70 წელი საბჭოთა კავშირში. ნუ ეს ბუნებრივია. შემდეგ უკვე დამოუკიდებლობა გვიდგინეთ, ჩვენ პირველი ვინც გვეხმარება ეს არის გერმანია. და შემდეგ იწყება ჩვენი ევროპელი დღევანდელი უკვე ევროპელი მეგობრების დასავლური მეგობრების მხარდაჭერა საქართველოს აშენების და აღორძინების. ჩვენ საუბრობთ საქართველოს როგორც მოსახლეობის მიმართ და არა რომელიმე ხდია. ქვეყანაზე მოგსაუბრობ. არა, რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი, იმიტომ რომ მძღოლი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მანქანა უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში. მძღოლი ამ შემთხვევაში არის დროებითი მთავრობა, ხოლო ავტომობილი არის ის სახელმწიფო, სადაც ჩვენ ამ სერვისით ვსარგებლობთ. თუ ეს ავტომობილი მიდის ისეთი მიმართულებით, რომ შეიძლება დაზიანდეს ეს მოქალაქეები, მეგობრებო, რატომ უშლით ჩვენ ხელს იმაში, რომ მივიღოთ რჩევები მაგალითად ჩვენი მგზავრებისგან, რა აჯობებს? აი ამ გზისკენ მიმავალ გზაზე რა ჯობს? ამ გზით წავიდეთ, რბილად, მშვიდად, წყნარად თუ რაღაც ორაზროვანი გზებით ვიაროთ და საბოლოო ჯამში დავაზიანოთ ავტომობილიც და დავაზიანოთ ჩვენი მგზავრებს. აი ძალიან რბილად, მარტივად რომ მე მესმის აბსოლუტურად, მაგრამ რა ხდება ზოგადად რა. ჩვენ რო გამოგვივიდეს ყველა თემაზე საინტერესო საუბარი, ცოტა ეშმაკის ადვოკატის როლს მოვირგებ ახლა და ასეთ რაღაცას კითხავთ. სიამოვნებით. ხო, ნახეთ, ჩვენც კარგი იურისტი ვართ. კი ბატონო, ნახეთ როგორი სიტუაცია. იყო არჩევნები რუმინეთში, იყო არჩევნები ჩეხეთში, არჩევნები მოლდოვაში და ასე შემდეგ და ბევრი კითხვა გაჩნდა. აქ არა ევროპაში თვითონ ამ არჩევნებთან დაკავშირებით და მსგავსი ტიპის მოქმედებები. ნახეთ, როდესაც შენ ვიღაცისგან მოითხოვ, რომ აბსოლუტურად მართალი უნდა იყო, ამაში ეს ასე უნდა გააკეთო, ეს ასე უნდა გააკეთო. და მერე თუ შენ თვითონ ისე არ აკეთებ, ცხოვრებაშიც ხო ეს ეხდება, შენ ვეღარ ხდები სამაგალითო ამისთვის და სალაპარაკოს უტოვებ მეორე მხარეს, რომ ჩემგან რა გინდა, შენ თვითონ ეს საკითხი ამ საუბარი არა ზოგადად მთლიანად ევროკავშირზე, საუბარი არის კონკრეტულ ქვეყნებზე. ხო? ამასთან ევროპაში მემარჯვენე ძალები მასიურად, ასე ვთქვათ, მოდიან წინა პლანზე, მემარჯვენე და პოპულისტური ძალები და ყველა სტატისტიკით მომდევნო რამდენიმე წელიწადში ევროპაში ბევრ არჩევნებს მოიგებენ. მათ შორის იგივე ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც გუშინაც ვნახეთ მაგალითი ამ მიდგომის, ასე ვთქვათ, და ამ ნაწილში მანდ უფრო სხვა ის მგონია მეც თუ მაგას შევეხოთ. კი, არა, შევეხოთ მაგ თემასაც. აქედან გამომდინარე, რატომ შეიძლება გააკეთო შენ ისევ იგივე კითხვა? აი, მაგალითად რუმინეთში აუგრძალო მაშინ არჩეული ვინც იყო, გამოაცხადო რაღაცნაირი სხვა ფორმით ეს არჩევნები, მე იმას კონსტიტუციით აუგრძალო, ასე შემდეგ, ჩეხეთში უნდათ, მაგრამ არ გამოვიდათ. იქ გამარჯვებულის წინააღმდეგ ამის გაკეთება. აი, ესეთი მოქმედებები, ხომ არა მარტო საქართველოს, ნებისმიერ კანდიდატ და კარგით, მოლდოვაზე ვისაუბრებ. პრობლემა იგივე მოლდოვაში არ შეშვება რუსეთიდან მოლდაველების და ასე შემდეგ. აბსოლუტურად სწორი იყო ეს. აი რატო იყო, რატომ მიიჩნევთ რომ ეს სწორი? გიორგი, მე მგონი ყველაფერი არის როგორც 2-ჯერ 2, 4 ცხადი, ისე დღეს ცხადი. ილან შორი იყო ის ადამიანი, ეს არის მოლდოვის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ოლიგარქი, რომელიც პირდაპირ პუტინის ინტერესს ატარებდა მოლდოვაში. ჩვენ ვიცით, შორი პახატნიუკიც და ასე. კი ბატონო, ერთ-ერთზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, დიდი გავლენა ვისაც ხონდა, ხო?
ჩვენ თუ დავაკვირდებით რა მოთხოვნებს აყენებდა თავად შორი და რას ეწინააღმდეგებოდა შორის ეს განცხადებები, მე მგონი ცხადზე ცხადია. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მოლდოვის ევროპულ ინტეგრაციას. რაც 2024 წლის, აი ყველაფერს თავი დავანებოთ, 2024 წლის რეფერენდუმის შედეგების პირდაპირ არაკონსტიტუციურ გამოცხადების თვალსაზრისით იყო, ხო? ეს არ დაუმალავთ მათ. რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა ამ სახელმწიფომ, რომ ეს სახელმწიფო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რუსეთში ცხოვრობს რამდენიმე 100,000 მოლდოველი, მოლდოვის მოქალაქე. არ არის რუსეთი დღეს სანდო პარტია. მე რუსეთზე არ ვიძახი. ამ ადამიანების რუსეთზე არ მაქვს ობრე. ამ ადამიანების ქვეყანაში არ შეშვება და მათთვის არჩევანის უფლების წარდგენა. რამდენად დემოკრატიული საქციელია, რა მნიშვნელობა აქვს ხა ის მისი პოზიციაა, ხო? რასთან მიმართებით? არა, მოდის ადამიანი, ჩვენ არ ვიცით რას გააკეთებს არჩევანის ადამიანის არჩევნყუთში. საუბარი მაქვს იმაზე, რომ რუსეთიდან არ შეუშვეს მოლდოვის ტერიტორიაზე უამრავი მოქალაქე, რომელიც მოდიოდა ხმის მისაცემად. რამდენად დემოკრატიულია? მეორე ამბავია, რომ საჭიროება მოითხოვს ამის გაკეთებას, მაგრამ რამდენად დემოკრატიული ნაბიჯია ეს ქვეყნისგან, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებლის და ასე შემდეგ. თუ ეს საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, თუ ეს საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ამ შვიდობიანად განვითარებას, თუ ეს საფრთხეს უქმნის თავად მოსახლეობის სურვილს, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და თავად აი უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, რა თქმა უნდა, მოხდეს შესაბამისი აკრა. დაუშვათ ადგენენ საქართველოს მიგრანტები, მილიონი ადამიანია დაახლოებით და მოდიან ქვეყანაში და დაუშვათ წინასწარ არის ცნობილი რას უჭერენ მხარს. დაუშვათ, უჭერენ მხარს. ახლა ავდგეთ და ჩავკეტოთ საზღვრები და ეს ხალხი არ დაუშვათ ეს მილიონი მოდის რუსეთი პირობითად ვიძახი, ან სხვა ქვეყნებიდან და იძახიან რომ არ გვინდა ნატო, არ გვინდა ევროპა. დაუშვათ ესეთი ჰიპოთეტური მაგალითი, ავდგეთ და ჩავკეტოთ საზღვრები და არ შემოუშვათ ქვეყანაში. მაინც მგონია რომ ცოტა არასწორი შედარებაა და გეტყვით რატომ. თუ ჩვენ ვამბობთ რომ მილიონი საქართველოს მოქალაქე შემოუშვათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სამწუხაროდ ძალიან მცირე რაოდენობის ქართველ ემიგრანტს მიეცა შესაძლებლობა იმ ქვეყანაში გამოეყენებინა თავისი ხმა როგორც კონსტიტუციური უფლება და დაფიქსირებული იყო მისი ხმა როგორც უბნების რაოდენობა იყო მცირე ამას. ეს ერთი, ანუ არ გაიხსნობროთ უბნები და მეორე მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველების შემოშვების ნაწილში. ეს მგონია პირიქით. არ მithქვამს მე მოლდოვაში არ შემოუშვეს, მოლდოვაში არ შემოუშვეს. არა მარტო რუსეთიდან, ლატვიიდან, ბელარუსიდან და პოლონეთიდან მომავალი ემიგრანტები. ჩვენ ნახეთ მოლდოვაში რუსული სპეცოპერაციის ყველაზე მკაფიო ჩავარდნის პრაქტიკული მაგალითები. მე არ ვიძახი სპეცოპერაციის ნაწილი. გასაგებია. ეს ყველაფერი ხორციელდება საბოლოო ჯამში იმპერიალისტურ მოქმედებებს ახორციელებს. მაგრამ ნახე, რუსეთი რო იმპერიალისტურ მოქმედებებს ახორციელებს, ეს საიდუმლო არ არის და არასდროს არ გაუკეთებიათ ამისგან საიდუმლო. ეს პირდაპირ ვიცით. მაგრამ რამდენად დემოკრატიულია რომ ვიმსჯელოთ ამ ნაწილზე, რომ შენს მოქალაქეებს მასიურად, აქ არ არის 5 და 10 კაცზე საუბარი, მასიურად არ აძლევს საშუალებას დააფიქსიროს თავისი აზრი. ეს ფაქტორი თვითონ რამდენად დემოკრატიულია. მეორე ამბავია რომ იქ რუსეთს ეხება, ჩინეთს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რამდენად დემოკრატიულია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რატომ ხდება ეს ასე? ხო. მე მგონი ამას ანუ ამ შემთხვევაში ამ ადამიანების აზრი შეიძლება რომ არ იყოს გათვალისწინებული. აზრი საბოლოო ჯამში იგივე მოლდოვის მოქალაქეების არჩევნების იდეაში მდგომარეობს. რომ ყველას დააფიქსიროს შესაძლებლობა თავისი აზრის დაფიქსირების. თუ ჩვენ ნახეთ და თუ 300,000 კაცს არ შემოუშვებთ ქვეყანაში, ჩვენ ისიც ნახეთ რომ დაახლოებით 9 მილიონზე მეტი ადამიანი სამწუხაროდ ხმის უფლების გარეშე დარჩა, გიორგი. რა მნიშვნელობა აქვს? ემიგრაციაში ქართული ხალხი 9 მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა, ეს ოფიციალური სტატისტიკა არ არის გიგა. ჩვენ ვიცით არ ყოფილა მსგავსი ისა. და აქ ოფიციალურია საუბარი. ჩვენ ვიცით რამდენი ადამიანია წასული საქართველოში. ეგ ზოგადი სტატისტიკა წინასწარ არც არის განსაზღვრული. ვინც რეგისტრირდება შესაბამისად ემიგრაციაში. არალეგალურად ვინც არის შეიძლება გაიაროს ის ვინც ემიგრაციაში იყო, ხო? მაგრამ არალეგალებსაც ვინც ლეგალურად არის. არალეგალებსაც ეძლეოდათ საშუალება როგორ მიეცათ. თუ რაღაცა ხო, საელჩო მანავეც არ ჩაგიშვებს თავად ფაქტი. თავად ფაქტი. დემოკრატიულ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ადამიანს არ ეძლევა თავისი კონსტიტუციური უფლების ხმის მისცემის უფლების გამოყენება, ეს რა თქმა უნდა არის დაარღვევა. თავად ფაქტი, მაგრამ საუბარი მაქვს სახელმწიფოში, რომელიც არის ინსტიტუციურად გამართული, არანაირი საფრთხეები არ ემუქრება მის მაგალითად ინტეგრაციულ საკითხებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჯერ როდესაც დემოკრატია არ არის ბოლომდე თავარი თამაშის წესი. თუნდაც მოლდოველები პირობითად ვიზახი, მოლდოველებს 53% უნდათ სხვანაირად, 47-ის ნება ამ შემთხვევაში უფრო კარგია ვიდრე 53-ის. ანუ შენ თვითონ აღნიშნე რომ ეს გაარღვევა. ნახეთ, მე აღვნიშნე. თუ
არჩევნების გზით მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არის ჩვენი მხარდაჭერა. ხო, მაგრამ თუ არჩევნების გზით იმ ზუსტად 300,000 არმიეთის საშუალებით, აქ ხო იმაზე არ მოდიოდნენ იარაღებით. ხმის მიცემა გვინდაო. ნუ ეს ალბათ მოლდოვის და პოლიტიკის საკითხია. ხო, აი ზუსტად მაგაზე მინდოდა, რომ ესეთი რაღაცები ხო არ ქმნის ორმაგ სტანდარტს, იმიტომ რომ პირობითად იგივე რაღაცაზე ეჩხუბო წყალებში საქართველოს. თუ მოხდა მსგავსი რამ საქართველოს არ ეჩხუბებიან იგივე მაგრამ არ ეჩხუბო მოლდოვას ეს ხომ არა ჩენს ორმაგი სტანდარტის საქართველოს არ ეჩხუბებიან იგივე ასე ვთქვათ მოცემულობის გამო მოლდოვაში არის პრორუსული განწყობები, აი რასაც ჩვენ საუბრობთ, მილიონჯერ უფრო დიდი ვიდრე საქართველოში. ეს ფაქტიურად ხო, შესაბამისად, ჩვენ ვაპელირებდით ეხლა მე და თქვენ ამ შემთხვევაში მოლდოვის кейსი, რომელიც პრორუსული საზოგადოების განწყობებზე უსმენს უფრო ხას და არა პროევროპელების, მე მგონი აბსოლუტურად შეუსაბამოა საქართველოს მაგალითად დაკავშირებით. რადგან აქ უმრავლესობა პროევროპელია და თავად გაცხადებული ქონდა 2012 წლიდან ქართულ ოცნებასაც, რომ ისინი პროევროპელები ეს ქართულ ოცნებამდეც გაცხადებული იყო ფაქტიურად. კი, არა, ნახეთ უბრალოდ საუბრობ. დღეს მოლდოვას ყავს გაცხადებული პრორუსული ასე ვთქვათ ევროპული, ანუ ევროპისკენ მიმავალი ხელისუფლება მაია სანდუს ხელმძღვანელობით და პარლამენტი დღეს უკვე. ჩვენთან სამწუხაროდ ამ ორაზროვანმა და გაურკვევლმა განცხადებებმა გააჩერა ეს პროცესი. ვერ შევადარებთ ჩვენ ამას. გესმით? ორი რადიკალურად განსხვავებული მესაჯი გვყავს. თქვენ ამ შემთხვევაში შენ გადაცემის მერე თქვენ მიიჩნევთ რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა იმდენად მაღალია ამ პროცესში, ასე ვთქვათ, რომ სხვა ფაქტორები შეიძლება ნიველირებული იქნეს და ისეთი მნიშვნელოვანი არ ჩაითვალოს, რომელიც არის, ასე ვთქვათ, წინა პლანზე წამოწეული და ხელისუფლებისვე მოქმედებაზეა დამოკიდებული ევროპული მომავალი. მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მარტივია. ხო. ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ოფიციალურ ურთიერთობებზე. და ევროკავშირი თვითონ არის პასუხისმგებელი ამ ურთიერთობებზე. და რაც მთავარია, დღეს თუ ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს მათ შორის ვიზო მიმოსვლა, ეს დამსახურება დღეს უკვე იმ ქართველი საზოგადოების მტკიცე და ასე ვთქვათ არასანქციონირებული გულისხმობ უკვე რომ არ გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ ვიზა ლიბერალიზაცია შეკვეცილი, სწორედ იმ ქართველი ახალგაზრდების და ქართველი საზოგადოების, რომლებიც ასე აქტიურად უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გიგა ფარტენაძე გახდა ჩვენი სტუმარი, რომ საუბრობდით ქართულ ევროპულ ურთიერთობებზე 6 საათზე უკვე კეთი ბოლქვაძესთან ერთად მთავარს შეგიძლიათ უყუროთ. ნახვამდის.